მერკური გონების მართალი პლანეტა ერთხების ზოდიაქოში რეტროგრადული არის 30 ივნის დაიწყო მისი რეტროგრადულობა და 24 ივლისამდე გასტანს და რა ტენდენციები არის მოსალოდნელი. პირველ რიგში ის შაბლონი რო არის შეიძლება ამ პერიოდში ტექნიკის ყიდვა მაგალითად ან მანქანის ყიდვა ან ხელის მოწერა ასე მთლად ვერ ვიტყოდით, იმიტომ რომ რეტროგრადულობა ეს არის ის ენერგია, რაც უკან წარსულში გვაბრუნებს. ის რაც გადაუჭრელი პრობლემები იყო, მაგალითად მინდოდა რაღაც ფირმის გაკეთება და ვერ ბედავდი, მინდოდა რაღაც ტრენინგის გაკეთება, რომელიც უკვე გავაკეთე ადრე, მაგრამ ეხლაც მინდა. აი ესეთი პროექტები პირიქით ხელს რო შეგვიწყობს სამყარო. ამის პერიოდი არის ეხლა, იმიტომ რომ ის რაც უკვე გავაკეთეთ ხელახლა გადაპროგრამება, გადასწორება, გადმოსწორება და ხელახლა ამის ჩაშვება პროექტში, ეს არის ზუსტად ეს პერიოდი, რაც უნდა გამოვიყენოთ. თუ ჩვენ გვინდოდა მანქანის ყიდვა ან ტექნიკის ყიდვა, რომელიც დიდი ხანია მინდა და რაღაცნაირად ვერ ვახერხებდით, ხო? ეს არ არის ახალი იმპულსური მოქმედებების დასაწყები პერიოდი, მაგრამ არის ძველი დაუმთავრებელი მოვლენების, ან სიტუაციების, ან ცდელობების განმეორებითი შანსი. თუ ჩვენ აი ახლა უბრალოდ მოგვივიდა თავში, რომ რაღაც მინდა ახალი რეტროგრადულ ფაზაზე, აი ეს მე გასწორდება, აღმოჩნდება, რომ თლად ის არ იყო, რაც მე მინდოდა, ცოტა ნაჩქარევად გავაკეთეთ. ანუ სიახლე, ახალი პროექტი, ახალი ნაბიჯები, იდეები, ხელმოწერები. როგორც წესი ის არ აღმოჩნდება ხოლმე, რაც გვინდოდა. მაგრამ თუ არის ეს ბევრჯერ ნაცადი პროექტი, ან ხშირად რო ფიქრობდი, რომ ხوار გავაკეთო, ან უკვე გავაკეთე და ეხლა ხელმეორედ მინდა, აი ამისთვის ძალიან კარგი პერიოდი. ეხლა როცა ამბობ ხოლმე, რომ ძველი ადამიანები გამოჩნდებიან თქვენ ცხოვრებაში. რეტროგრადულობა გვანატრებს ძველ ურთიერთობებს, აი რაღაც ნაცნობს, იმიტომ რომ რეტროგრადული იყო ნებისმიერ პლანეტა, ეს არის ის, რაც უკვე გამოვიარეთ, უკვე აი რაღაც ნაცნობი არის, რაღაც ჩვენეული არის, ხო და თითქოს მონატრებაც გვაქვს ხოლმე იმ ძველი სიმყუდროვის, ძველი ურთიერთობების, რაც უკვე გავიდა. ანუ წარსულში გვაბრუნებს რეტროგრადული მერკური, ყველანაირი გაგებით. და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ახლა წარსული შეყარებული დაბრუნდება. ან მე ამისგან რამე ხეირი იქნება. ეს არის უბრალოდ მონატრება ძველი რაღაც ურთიერთობების, ძველი დროის, ესე რომ ვთქვათ. ხო, ეხლა არის უფრო უკან გავიხედოთ პერიოდი და არა წინ მიყუროთ. სულ ამუშავებენ წარსულს და შემოაქვს ძალიან კარგად მომავალში, აი ის წარსული ახლებურად გადააზრებული. აი ეს პერიოდი გვექნება ახლა ყველას. ორჯერ, სამჯერ გადახედვა გვიწევს ხოლმე ინფორმაციის, სანამ ამას ბოლომდე გავიაზრებთ სიტყვაზე. ეს თუ არის სრულად ახალი ინფორმაცია, თუ არის ძველი, იქნება ეს ნებისმიერ პროექტი. ხო, ახლა აქ ადრე ნამუშევარი მაქვს და ახლა სახელი მინდა შეუცვალო. ოკეი არის ძალიან კარგი რეტროგრადული მერკური ამისთვის, მაგრამ სრულად ახალი პროექტისთვის მაინც არ არის ხოლმე კარგი. რატო? იმიტომ რომ როგორც კი აღარ იქნება ეს პერიოდი, გამოჩნდება იქ იმდენი წვრილმანები და იმდენი გადასაკეთებელი, სახელის გადაკეთება მოუწევთ, კადრების გადახედვა მოუწევთ. მე რაღაცები მე ხდება ხოლმე, რომ ეს არ არის საბოლოო ვერსია და გავითვალისწინოთ უფრო ძველი რა იყო შეცდომები და ის გამოვასწოროთ, ან ის გადავხედოთ იმ სიტუაციაში, რომ ახალი გავაკეთოთ.